გამარჯობათ, მოგესალმებით მეგობრებო. დღეს პარასკევია, კონსერვატორები საქართველოსთვის. ტრადიციულად გიბრუნდებით TikTok სტრიმზე. მოდი ახლა გადავაზიაროთ. როგორც ყოველთვის და შეუდგეთ საქმეს. გაზიარება არ დაივიწყოთ მეგობრებო და თან დავიწყოთ. დღეს ცოტა ალბათ შედარებით ბევრი სასაუბრო ექნება. გამარჯობათ, მოგესალმებით. სტუმრები გვეყოლებიან რეგიონის ხელმძღვანელები და კონსერვატიული მოძრაობა საქართველოს წარმომადგენლები და ვისაუბრებთ ბევრ საჭიროებათა საკითხებზე. სალამი გიო. Facebook-ზე დაიცადე, გამარჯობა კუბა. აბა ეს ტექნიკურ ჯგუფს მივიწერ და კი, ერთ სიტყვით Facebook-ზეც გადის პირდაპირ ეთერი და შეგიძლიათ გადააზიაროთ Facebook-ზეც ჩვეულებრივად გვიყურებს ჩვენი მაყურებელი. გამარჯობა ქალბატონო მარინე. ქალბატონო მარინე, თუ შესაძლებელია თქვენი ამოსვლაც და შეგიძლიათ თქვენთვის ეთერი ყოველთვის მზად არის და არ მოგერიდოთ, მოგზადით, სიამოვნებით მოგისმენთ. ისეთი ამბები ხდება ბაზალეთის გარშემო, რომ ნამდვილად საინტერესო იქნება ჩვენი მსმენელისთვის. საღამო მშვიდობისა, მოგესალმებით ქალბატონო ვარი. გამარჯობათ. გადავაზიაროთ მეგობრებო, გადავაზიაროთ, რომ ჩვენმა მხარდამჭერებმა და მსმენელებმა მარტივად მოგაგვიყვანოთ. გაუმარჯოს ლექსო, გაუმარჯოს. ხაშურში რაღაცა ტექნოლოგიების განვითარებას ვატყობ, რაღაც ხმები შემოდის ისეთი, რა ხდება? ისევ შენი ფან-კლუბი გავზარდე, მადლობის მაგიერია. გერევას გიორგი ქარდავა როდის იქნება? გიორგი ქარდავა და ლიდერები არიან ხოლმე კვირაობით და როდესაც ეცლება დღეების კვირების განმავლობაში, მაშინ, ანუ ზუსტად აი ამ კვირას უნდა იყოს, ასეთი პასუხი არ აქვს. როდესაც რომელიც ცალია, ერთ სიტყვით ის გვერდება. წინა დღეს ვიგებთ ხოლმე ვის აქ თავისუფალი დრო, რომ შეხვედრებიდან და სამუშაოებიდან გამომდინარე, ხშირად არ აქვს ჩვენთვის სასურველ სტუმარს დრო და ამიტომ ხან რომელია. ძალიან მაგარი ამბები მოხდა რა, ვიცი. ეს აღმოჩნდა, რომ 22,000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი დავით აღარ არის სოციალურად დაუცველი ოჯახი. იანვარში ვიძახდი მე მაგას, რომ ეგრე მოხდება. ანუ ეხლა შენ კაშპიროვსკი ხარ და ჩვენ პოლიტიკოსებს გვაცადებ. შენ წინასწარ ხვდები. ანუ ხალხო 22,000 ადამიანს ფაქტიურად ჩვენ ტყუილა ვარჩენდით ჩვენი ჯიბიდან. 22,000 კი არა. 40,000. 22,000 ოჯახი. მოგესალმებით, ნაროდ. სალამი. გამარჯობა. ეს პარლამენტში ვიყავი და გამოვასწარი რო იტყვიან, აი გამოვასწარი რა. ერთი ფეხით.
სიტყვით უნდა გამოსულიყავი და რო იტყვიან გადავრჩი. რა ხდებოდა გიორგი? სადა? პარლამენტში. საქმეზე ვიყავი მისული და წვირი ვერ შეყვავი. შენ რო კაი კაცი იყო, იქ რა გინდოდა მე მაგას გეკითხები, რა გინდოდა იქ? შენი შინაური არავინ არ აყვავი იქ და ვისთან დადიხარ? ბიჭო, კობახიძე მითხრა, მოდი ცოტა ხანი ერთი რა უნდა ვთქვა, არ გაინტერესებსო და პატრიარქის იმედი მქონდა, რომ ეგეც იქ უნდა ყოფილიყო და მაგის იმედად მივედი და თურმე იქ ამბავი ყოფილა. ხო, უფრო და უფრო საინტერესო ხდება საქართველოში ცხოვრება. იმიტომ მოდიან ამდენი მიგრანტები. მეგობრებო, ვინც არ იცნობთ გიორგი ხატიაშვილს, გამოიწერეთ, დააფოლოვეთ. კახეთში წარმოადგენელია სიგნაღის ნორი. კახეთში თქვენ ახართ ბატონებო, სხვათა შორის. ხელმძღვანელია კონსერვატორების და ვინც კახელებითა და ახლოს ცხოვრობთ მაგ რაიონთან ან რაიონში აუცილებლივ კომუნიკაცია იქონიეთ გიორგისთან, ხატიაშვილთან. აი ცაბა ყოველ შემთხვევაში დაგენახებით ახლა, რა ვიცი, იქნება ზოგი მიცნოს. არა უცებ. რას უნდა დავაჭირო კამერას? ესე? მე დავა კამერას. მოგესალმებით. ისეთი ვარ. არ შევცვლილ ვარ. რა ასამზო TikTok-ის მეფე ხარ, რა, ყოველდღე იცვლება რაღაცეები ხარ. გამარჯობა კონსერვატორებს. მოგესალმებით, ზურას იდეის მხარდამჭერი, ანუ კონსერვატორად აღარ ვიწვევი. რა შეკითხვა არის? და ზურა არ ითვლება, თუ თქვენთან აღარ არის. რეებს გადაწყვეტავთ ხოლმე კაც რაღაცეებს. რაღაცეებს ნუ იგონებთ, მოდი ღმერთი გიჩვენეთ რა. ერთვეტიანი აზრები ნუ გაწუხეთ ხალხო. ამას რაღაცა არის? არა, მოდი ესე შევთანხმდეთ, რაღაცა თუ არიცით, ესე კი არ ხდება აქ. ესე არ ხდება. თუ კონსერვატორების მხარდამჭერი ხარ, ესე იგი პირადადაც ცნობ ადამიანებს და აი იქ ირკვევა ეგ ყველაფერი. კომენტარებმა გამიჩინა ეგ კითხვა. ხო, მე რა კომენტარი საქართველოს სხვათა შორის ისეთი აქტიურია პოლიტიკაში, რა ვიცი. კომენტარებს ყველა წეს, სხვადასხვა შეხედულებით, მაგრამ ვის რა უფლება აქვს და რა დონით და დოზით წერს, მაგას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. კომპეტენტური თქვა. კაცო, ზურამ თქვა, რომ კონსერვატორი ვარ ისეო და შენ რატო გიჩდება ეგ კითხვები? ახლა. მეგობრებო. რა გინდათ ბიჭო, დაანებეთ ამ მაგ ბიჭს თავი კაცო, რა გინდათ თქვენთან არის? რა უნდა მაწვილისაგან, კაცო, რა შუაშია? ვინ ზურას ხადარწერია, ვინ პეტრიაშვილის რა შუაშია? ვინც იდეას უჭერს ხარს და რა ქვია, ვინც პატრიოტია და რა ვიცი, ეს იდეა მე ამ იდეას უჭერ ხარს და ბოლომდე გავალ სადამდენად ეს იდეა სადამ არ გაიმარჯვებს და რა იქ ზურა იქნება თუ ნიკიფორე იქნება რა მნიშვნელობა აქვს მაგას? არავინ არ უშლის ვინმეს კონსერვატორობას, კაცო, რა შუაშია? რა ვიცი, ეგ რანაირი შეკითხვა იყო, ვერც მე გავიგებ რა ბოლომდე. არ გვინდა რა ეგ რაღაცა ისინი რა კუდს გამობმული რაღაც თემები და რაღაც. არ მინდა. სხვა თემაზე ვილაპარაკოთ, როგორ გავაშველოთ პარლამენტში? სხვათა შორის შეგრძნება მიჩნდება ხოლმე ისეთი, რომ აი ვიღაცის ხელი ურევია მაგ ყველაფერში ხოლმე რა. რაღაც აი რო არა ჩანს ისეთი ხელი რა, რომ აი ეს თემები რაღაცა ქართული deep state-ია ვიღაცა. აუ რაღაცა და რავი ეგრეთ დამეტილებას ნუ მიტოვებთ რა. მოდი აღმოსავლეთიდან აეხლა აღმოსავლეთ საქართველოში მოდი გავიყო რახან მე ბოლოში ვარ და აი გიორგი თავშია იქით ხაშურისკენ გვირაბის იქიდან გამოყვეს გიორგი მე აქედან გამოვყვები და იქნება deep state ვინმე სადმე მოვატანოთ თუ არა და მე გადავინაცვლოთ დასავლეთში აქედან ის რა ქვია მერაბი გაყვება იქიდან მერაბი ის რა ქვია მირზა გამოყვება რა იქნება deep state-ს გადავაწყდეთ სადმე კაცო რა ვიცი ცოტა პოზიტივი შევიტანოთ საქართველოში იქნება ვიპონოთ ის კაცი ვინ არის რავი ჩვენ მაგაზე მისვენ ლევანი ჩვენი მხარდამჭერია აქტიურად არის ხოლმე ჩვენთან და როგორ გავაშველოთ ორი ნაცი
იმას მიხედეთ ბიჭო რა. ვინაც წერს? აი დღეს ახლა გიორგი იძახდა რომ პარლამენტში ვიყავიო, რა თქმა უნდა, ირონიით იძახდა და შეეხო იმ თემას, რომელი თემას ჩვენ ყველამ ვნახეთ. მე მაგალითად მოდი მაგ თემას გავშლი ახლა და ისე სადამ გაშლი ცოტა პოზიტივს კიდე შევიტან რა ბატონო წამყვანო აი თუ კი რამე ყოფილა პარლამენტში ხო პირველი ხო არ მოხდა ხო რამდენჯერმე ხო გვახსოვს ბევრჯერ რამე მაგრამ აი რინგი რო იყო ხოლმე რინგი როა ხოლმე მაგალითად რა იმაზე რა ქვია ჩხუბის კინბოქსის ან ბოქსის ან რაღაცა და ის რო აკლიათ ხოლმე სპორტსმენები რო არ არის ხოლმე ცარელი რინგი როა აქამდე გამოიყურებოდა მასე პარლამენტი და დღეს როცა უკვე სპორტსმენები ჩაერთვნენ მაგ სიტუაციაში ეხლა უკვე სრულყოფილი ის არის რინგია მანდ და ხელჩართული ბრძოლა შეიძლება რომ გაიმართოს ხოლმე ხშირად და საინტერესო იყო ეს მსაჯირო შორი და რო უყურებდა ისა რა ქვია ყობახიძე გაუტოკებულად ეს იყო და უყურებდა შორიდან кайფობდა პროსტა რა და მე მგონი რომ მაგისი გადახდილი იყო ეგ რა მე ეს შტაბეჭილება დამჭა რა ბოდიში ეხლა ანუ როგორი რაღაცაა გიორგი ჩვენა ვნახეთ ახლა ეს მოდი კი ირონია და რაღაცა არ გვეშლება ეს ყველაფერი მაგრამ ხალხო ეს ყველაფერი რაც ჩვენ დღეს ვნახეთ ეს არის კოშმარი და ეს არ არის სასაცილო ნუ რავი იცი რატო არ არის სასაცილო ჩვენ ქართველები ცოტა მოვიაზრებით როგორც ღირსეული ერი გამიგეთ და როდესაც ღირსებასთან გვაქვს საქმე და საკანონმდებლო ორგანოში ესეთი მუშტიკრივი იმართება იმ ორგანოში რომელი ორგანოც შენ გიწესებს კანონებს რომელ კანონებში თურმე სადღაც კომენტარული სენასტეპუძის ხო კომენტარს რო დაწერ და მაგაზე შენ გაჯარიმებენ და რაღაც შეზღუდვებს გიწესებენ და ამ დროს კანონმდებლები ქალი კაცი ერთმანეთზე ფეხით აი ბოდიში და აი წიხლებით ერთმანეთზე რო გადადიან და ამას მსოფლიო რო უყურებს კაცო ვიღაცა აფრიკიდან რო უყურებს ისიც კი იძახებს რომ ესენი ვინ არიან კაცო მათ დაკარგულია ერთმანეთის პატივისცემა ქალის პატივისცემა უფროსი უმცროსის პატივისცემა თვითონ აი ეს სუბორდინაცია რავი ქართველობა ზნეობა წესი კულტურა ყველაფერი აი იყო ერთმანეთში ათქვეფილი და საშინელი სანახავი ამას ხო ჩვენ რაღაცა სად მიდიხარ რომელ ევროპაში მიდიხარ ქართული ოცნების სახე დავით კაჭაულია შემოსული და გამოიყურეთ ხო და აი ამასთან ჩვენ რასთან გვაქვს საქმე ჩვენა გვაქვს კანონმდებლებთან რომელი კანონმდებლებიც ჩვენი ქვეყნის სახელს საერთაშორისო ხედვაში მთელი მსოფლიოს საერთაშორისო მედია საშუალებით დაათრევენ ახლა მაგ კადრებს რომ საქართველოში ქალი და კაცი ერთმანეთს სცემს საკანონმდებლო ორგანოში სხვა ქვეყნებში ხდება თუ არ ხდება არ დამიწყოთ ახლა მე რა სხვაგანაც რო ხდებაო ეგ მე არ მაინტერესებს კაცო მე მაინტერესებს ჩემ ქვეყანაში ესეთები რატო არიან კანონმდებლები ვისაც ზნეობრივი თავშეკავების უნარი არ გააჩნია და ეგ რომ მანდ ეგრე იქცევა ხვალ შეიძლება ქუჩაში მანქანა გადაგატაროს და ამდენი ხალხი მაგას რო ერთად აკეთებენ თქვენ წარმოგიდგენიათ მაგათ რა გავლენები აქვს და თავიანთ არასასურველი ადამიანებს რას უშვებიან და მე გვიკივს პოლიციელებმა გორში თურმე ვიღაცას 10 კაცმა სცემა ბიჭო რავი კანონმდებლების სცემენ შიგნით რასაც ხედავენ იმას აკეთებენ ეგ ისია როგორც ოჯახში დედმამა რო ერთმანეთს სცემს და შვილებიც რო მე ბიჭი რო ცოლს მოიყვანს ცოლს ასცემს გოგო გათხოვდება და ქმარის სცემს აი ესეთი შთაბეჭდილება ანუ ჩვენ კანონმდებლობისგან უნდა ვიღებდეთ სამაგალითო უნარჩვევებს ისე რომ მთელი მსოფლიო ამაყობდეს მაგათი საქციელი დიპლომატიით მოზომილობით კეთილგონიერებით თავშეკავებული რა იყო ეგ რაც იქ ეგ რა იყო და ეს ავირჩიეთ ჩვენ მე რა ავირჩიე მაგრამ ეს ხო აირჩია ხალხმა რატო აირჩიეთ არის წოდი